ვერ ვცვლით ჩვენ სოფელს, ვერ გავცვლით ჩვენს ოდაბადებს, ჩვენს სათავეს ვერ დავთმობთ. ხალხო, გაიგეთ, სოფლის სათავე ქვია ამ ადგილს. ამ სათავეს ვერ ვთმობთ. ვერ ვთმობთ ჩვენი შვილების უსაფრთხოებას, იმიტომ რომ 2 წელზე მეტია კარავში არიან ათენ აღამებენ და თურმე რა კიდე ეხა უფრო ცხადად ნახე რა ღამეებს გადიან თურმე ეს ბიჭები, ხო? ამათ უსაფრთხოებას უკვე ვეღარ თმობ და ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ უკვე აქ გამოვიდეთ და აქ დავდგეთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაკარგული, ყველა ჩვენი საქმე გვაქვს. ამიტომ ყველას გთხოვთ, მოგთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ მტკიცებთ გავართ აქ დროზე გააუქმეთ მთლიანად აი ეს უკანონოდ კორუფციული გზით ხალხის დაუკითხავად გაცემული ხელშეკრულება ზოგადად. არ მეკონა პასუხი, ნუ თუ პასუხის ღირსი არა ვართ ქალები, რომლებიც ახლა წვიმაში ვდგავართ. ამოდით პასუხი გითხარით, რომ მე გზამოვზებნოთ რაღაცა და ისე გავაკეთოთ. როგორ შეიძლება ასე რომ აი ვდგევათ ქუჩაში, ნახეთ ადამიანები რა დღეში ვართ. ძალადობა ჩვენ არ შეგვიძლია. არაფერი ასე ადამიანები ნორმალურად გეკითხებით, რა გავაკეთოთ, როდემდე გელოდოთ, როდის გექნებათ პასუხი, რომ რაღაცა გზას დავართ. გვართმევთ, რაც გვართმევთ, იმას რა ისი საშუალებითაც ვუნთქავდით. არ ვისუნთქოთ, არ ვიარსებოთ. ეს მე მიმაჩნია, რომ ეს არის უკიდურესი ზომა, ქალი რომ გარეთ გამოვა და იცავს რაღაცას. დედა გარეთ გამოდის და იცავს. თავის მიწას, თავის შვილებს. ეს არის უკიდურესი. ეხლა თავით თუ დავიხოცავთ, თორე მეტისევით არაფერი არ არსებობს. რომ დავიცოთ ეს კანონი რო რაღაცნაირად. და სოფელი კიდე გაგვაგებინონ ბოლოს და ბოლოს. რა გავაკეთოთ, როგორ მოვიცეთ. ბატონო გიორგი, მოგმართავთ. იმედიანად გამოვედით, იმედიანად ვიყავით აქამდე. ასოქ გაგვაგებინეთ რამე, გითხარით რამე. იძულებულო ესე მოგმართო, მე დედა ვარ, იმისი დედა ვარ, რომელიც 2 წელია კარავში ღამეს ათენებს და ლოგინი არ უნახია. და მე თვითონ იძულებული ვარ, რომ აქ დავდგე. ჩემი შვილის გვერდზე. და მე მაქვს იმის უფლება ესე მოგმართო. თქვენი დაუდევრობა ყოველგვარ ზღვარს გადასცა. სიტყვის პატრონი მაინც იყავი, უბრალოდ ამოდი. ჩვენ ქალებმა რა უნდა გიქნათ, რა უნდა გთხოვოთ ისეთი და რა შეურაცხყოფა უნდა მოგაყენოთ, რომელიც თქვენ ვერ გადაიტანოთ. ძალიან რთულია. თქვენ ხო დედა გყავთ, შეიძლება ჩვენზე უფრო მეტი ასაკი, შეიძლება ჩვენზე უფრო ნაკლები ასაკის და შეგიძლიათ ხო თქვენი რომ ეს გაითავისოთ, რომ ჩვენც დედები ვართ და მოხვიდე, უბრალოდ დაგველაპარაკე, არაფერს არ გთხოვთ, ხო? უბრალოდ გითხარი, გვანოგეშე მაინც სიტყვით. არა, ვერანაირად ვერა, არა, ჩვენ არ დავთმობთ, იმიტომ არ დავთმობთ, რომ ეს არის ჩვენი შრომა, ეს არის ჩვენი ნერვების ფასი, ჩვენი თავგანწირულობის ფასი არის ეგ. ამას არ დავთმობთ. აბა ვნახოთ. აი, ნახოთ. უბრალოდ პასუხი გითხარი, აი ეს კეთდება, აი ეს ასე იქნება, გვაცალით დედებო, აი ბალდის წარმომადგენლებო გთხოვთ, აი ესე იქნება. ამ სიტყვას რა არის ეს ისეთი რთული, რომ ეს ვერ ამოდის თქვენი ტუჩებიდან და თქვენი სალაპარაკო არ არის ეს, არ შეიძლება წერე რომ ბალდიდან გირეკავთ ერთ-ერთი დედა, თქვენ იცით რომ აქ ვდგავართ, წვიმაში ღიაცის ქვეშ, ველოდები თქვენთან შეხვედრას აქვე, სადაც ვდგავართ დედები, არ ვიშლებით, დაგვირეკეთ, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯერ არ უპასუხია. გასაგები. მე არ ვიცი, შვილის ტოლა ალბათ არ ვიცი, ვერ გეტყვი გიორგი რამდენი წლისაა და მე მგონი შვილი ყავს თვითონ და უბრალოდ წარმოიდგინე გიორგი, შვილი თქვენ თუ ყავთ, ღმერთმა გაგიზარდოთ და შვიდობიან და სამართლიან ქვეყანაში ეცხოვროს მის სამშობლოში, მაგრამ წარმოიდგინე ერთი წუთით თქვენი შვილი რომ ესე იყოს 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტენტით გადახურულ იმაში რა ქვია გაუსაძლის პირობებში 4 ფეხა და 2 ფეხა თავდამსხმელების მოლოდინში როგორ დაიძინებდით თქვენ სახლში და რას გააკეთებდით თქვენ ამდენხანსაც ვერ მოითმედით ჩემი აზრით თუ დღის ბოლოს არ იქნა სადაც იქნება იქ მოვძებნით აუცილებლად მოგცა პირობა უნდა შევხვედროდით თუმცა ერთი პირობა რომელიც იმ დღეს მომცა ასე ვქვია შაბათს დღეს ის იყო რომ მე დამიკავშირდებოდა და დაცვის შესახებ გამაგებინებდა რომ დაცვას გაყვანის საკითხს გამაგებინებდა რომელიც არ შემექმედა არ გამაგებინა ასე რომ დედებს გაამწარებენ იმ ქვეყანაში ძალიან ძნელია ცხოვრება ასე რომ გამწარდება ადამიანი იმდენად რომ გზაზე დაჯდება სად არის ჩვენი დეპუტატი სოფლის სად არის ვინმე რატომ არ მოდის არ კითხულობს რა დღეში ვარ და რას ვაკეთებ აქ
როგორ შეიძლება ესეთი რაღაც არაფერი არავისთვის არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე? როგორ ესო ჩვენთვის წინდა ადგილი არ იყოს, აქ ვინ დაჭრება და ვინ გაათენებს ღამეს? ჩვენ მაგათ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ მაგათ საქმეს ვაკეთებთ. სინამდვილეში აი მერის საქმეს ვაკეთებთ. სოფლის დეპუტატის თუ რაიონის დეპუტატის საქმეს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს რო არ შენარჩუნდეს, თელის მათი მოდგმისთვის იქნება ცოდვა აკიდებული, ეს რო არ შენარჩუნდეს. და რეალურად მაგათ საქმეს ვაკეთებთ. და იმაზე მაინც დაგვიდგენ გვერდში. თვითონ თუ ვერ წყვიტავენ, ჩვენ მაინც დაგვიდგენ და გაგვაგებინონ. უბრალოდ ღირსი გავხადონ, ამბავი გაგვაგებინონ. მონები არის. ვიცი რომ უთხარი რომ შეზღუდული გაქვთ თქვენი უფლებები, მეთქი ცოტა განაწყენდა, არაფერი უფლებები არ მაქვს, შეზღუდულია და დალოცილო, თუ არა გაქვთ უფლებები შეზღუდული და თუ არა, ამიტომ გელოდებით. გითხარით რა რისი საშუალებაც გაქვთ. გამოიყენეთ ყველა რესურსი და გაგვაგებინეთ დროულად.